პუტინი ცვლის სიტუაციას საიდუმლო სიკვდილის შემდეგ და ბირთვული მუქარით გამოდის იმ დროს, როცა უკრაინაში ომი შუქროდის უფრო ნერვიულ, უფრო სახიფათო და უფრო რთულად სამართავ ფაზაში. ამავე დროს რუსეთი განიცდის უხეშ ზეწოლას. შეიძლება ითქვას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. ისინი ვერ ახერხებენ ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას. ვერ იმარჯვებენ ბრძოლის ველზე, ცდილობენ პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, შიდა განხეთქილების დათესვას, მაგრამ ესეც არ გამოსდით. მოსკოვში თავად რუსულ პოლიტიკურ წრეებში მკაცრი ხაზის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ ვლადიმირ პუტინზე, რომ მან უარი თქვას მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებთან და უფრო მკაცრად უპასუხოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებულ უკრაინულ შეტევებს. ამავე პერიოდში სერგეი ივანოვი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ისტორიული მოკავშირე კგბ-ს დროიდან გარდაიცვალა 73 წლის ასაკში, ისე რომ კრემლმა თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზი არ გაავრცელა. ივანოვის გარდაცვალებამ რუსული პოლიტიკური წრეები შეძრა, რადგან ის ერთ დროს პუტინის შესაძლო მემკვიდრედ განიხილებოდა და 10 წლეულების განმავლობაში ხელისუფლების კულუარებში მოღვაწეობდა. ამასობაში საფრანგეთმა სიცილიის მახლობლად დააკავა ტანკერი დელივერ, რომელიც მიჩნეულია მოსკოვის მიერ სანქციების ასაცილებლად და ომის დასაფინანსებლად გამოყენებული მოჩვენებითი ფლოტის ნაწილად. ეხლა რუსეთი შიგნიდან ზეწოლის ქვეშაა, გარედან გარშემორტყმულია და საშიში პასუხისკენ იძულებულია. ამას ყველაფერს ახლავე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ესეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე კიდევ უფრო გაძლიერდა 2026 წლის 26 ივნისს, როცა როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ბაზიერები პირდაპირ ესკალაციისკენ მოუწოდებდნენ უკრაინასთან ომში. ჯგუფი მხოლოდ გაგრძელებაზე არ საუბრობს, სამხედრო წინსვლაზეც. ამ ხმების ნაწილი მოითხოვს შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას, უფრო მკაცრ დარტყმებს უკრაინის გადაწყვეტილების ცენტრებზე და თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების განხილვას. ეს არის ყველაზე სერიოზული ფენა იმ სიახლეებისა, რაც ვრცელდება, რადგან ბირთვული სიტყვა კვლავ ომის ცენტრში დგება. კონსტანტინ მალოფიევი, ნაციონალისტი ბიზნესმენი და ამ ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ხმა, საჯაროდ იკითხა, რატომ არ იყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს, რომელიც მისი თქმით, სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის დააგროვეს. ეს უბრალოდ ინტერნეტში გამოთქმული უკმაყოფილება არ არის. ეს არის გზავნილი იმ წრეებიდან, რომლებიც სურთ, რომ კრემლმა უფრო ძლიერად უპასუხოს უკრაინული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინამ გააძლიერა დრონებით თავდასხმები რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე და ეს შეეხო იმ კონტროლის იმიჯს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი წლებია ცდილობს გაყიდოს. მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც დაუმარცხებელი, დაცული ძალა და როგორც ძალა, რომელსაც დროთა განმავლობაში შეუძლია უკრაინული წინააღმდეგობის ჩახშობა. მაგრამ სიღრმეში განხორციელებულმა თავდასხმებმა სხვა რამ აჩვენა. სწორედ აქ შემოდის ბირთვული მუქარა დაშინების იარაღად. ის იყენებს შიშს როგორც პოლიტიკურ იარაღს, რადგან იცის, რომ სიტყვა ბირთვული ნებისმიერ დასავლურ დედაქალაქში მყისიერ რეაქციას იწვევს. და მხოლოდ ერთის. მაგრამ სწორედ ამიტომ მთავრობა მხარს უჭერს კიევის რეჟიმს, რომელიც მათ აირჩიეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ტარანად. არინდობენ უკრაინელ ხალხს, ხოლო თავად რეჟიმი მთელი კონტაქტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომაც ღიად ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა. და კიდევ რა შეიძლება ეწოდოს ამას? თუ არა განზრახ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებზე და პრაქტიკულად ღია რეკრუტირება ჩვენს ქვეყანაში მყოფი კრიმინალების, რათა ჩაიდინონ დივერსიები და ტერორისტული აქტები. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს. უჩევნია ეს ყველაფერი უგულებელყოს. და ამავე დროს, სწორედ ჩვენს წინააღმდეგ ახალ უკანონო სანქციებს აწესებს. ხას უსვამ. კიდევ ერთხელ უსვამ ხას. რუსეთი თავდაჯერებულად უძლებს ჩვენი განვითარების შეკავების ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა, რესურსები და პოლიტიკური ნება. არავის უნდა ეპარებოდეს ამაში ეჭვი. სერგეი ივანოვის სიკვდილმა ამ გარემოს კიდევ უფრო მეტი სიმძიმე შესძინა. ივანოვი რუსული ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ფიგურა არ ყოფილა. ის იყო თავდაცვის მინისტრი 2001-დან 2007 წლამდე, შემდეგ ვიცე-პრემიერი, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და წლების განმავლობაში ითვლებოდა პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად.
ის ასევე იყო KGB-ს ვეტერანი, იგივე სამყაროდან, საიდანაც გამოვიდა რუსეთის ამჟამინდელი ლიდერი. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა გამოაცხადა მისი გარდაცვალება, თუმცა პირველ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ. ამ დუმილმა ადგილი მისცა უნდობლობასა და პოლიტიკურ დებატებს. კრემლი დახურული, კონტროლირებადი და ნაკლებად გამჭვირვალე სისტემაა. როდესაც ადამიანი, რომელიც ოდესღაც ძალაუფლების ცენტრთან ასე ახლოს იყო, სცენიდან ხება ბირთვული ზეწოლისა და სამხედრო დაღლილობის პერიოდში, ჩნდება ძლიერი კითხვა: რა ხდება ძალაუფლების კულისებში მოსკოვში? ივანოვი ასევე უხერხულ სიმბოლოდ რჩებოდა. ის ერთ დროს განიხილებოდა როგორც პუტინის შესაძლო მემკვიდრე, როდესაც რუს პრეზიდენტს 2008 წელს პოლიტიკური მანევრის გაკეთება დასჭირდა, რამაც დმიტრი მედვედევი კრემლში მიიყვანა. შემდეგ 2016 წელს ივანოვი გადაიყვანეს ნაკლებად მნიშვნელოვან პოზიციაზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ტრანსპორტს უკავშირდებოდა, რასაც ბევრი ანალიტიკოსი აღიქვამდა როგორც ღირსეულ პენსიაზე გასვლას, თუმცა რეალური ძალაუფლებისგან შორს. მისი სიკვდილი ახლა კვლავ აღძრავს აღქმას, რომ პუტინის ძველი წრე იცვლება გახანგრძლივებული ომის ფაზაში. მაშინ როცა მოსკოვის შიდა ზეწოლას უმკლავდება, საფრანგეთმა გაზარდა გარე ზეწოლა. 2026 წლის 25 ივნისს ფრანგულმა საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვის სიახლოვეს სიცილიასთან ტანკერი დელივერ დააკავეს. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხომალდი ზღვაში გადაადგილების წესების დარღვევით მოძრაობდა და აღნიშნული ქმედება ევროპული ძალისხმევის ნაწილად დაასახელა რუსეთის აჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლაში. ეს ხომალდები გამოიყენება იმისთვის, რომ რუსული ნავთობის ვაჭრობა გაგრძელდეს, მიუხედავად დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისა. ფრანგული ოპერაცია ვიზუალურად ძლიერ შთამბეჭდავი იყო. გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა, როგორ ჩადიან ფრანგი სამხედროები ვერტფრენიდან და შედიან ხომალდზე. მოსკოვისთვის ეს პირდაპირი პროვოკაციაა. ყოველ შემოწმებულ ხომალდზე რუსეთი კარგავს მანევრის შესაძლებლობას და კიდევ უფრო მეტ მიზეზს ირებს, რომ გაამკაცროს რიტორიკა. ვლადიმირ პუტინმა პასუხი გასცა და საუბრის იგივე ხაზი შეინარჩუნა 2026 წლის 28 ივნისს. მან განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო კამპანიას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიას სრული კონტროლის დასამყარებლად. ეს ის რეგიონებია, რომელთა ანექსიაც მოსკოვმა გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სრულად არ აკონტროლებს მოლებს მათ. მან უარყო უკრაინის წინადადება შორ მანძილზე თავდასხმების შემცირების შესახებ და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კიევის ძალებზე ზეწოლის შემსუბუქებას გამოიწვევდა. იმ მხრიდან რაიმე თხოვნა, იდეა ან შეთავაზება მოდის, არის რაიმე შეტყობინება ან სიგნალი. მართალია, რომ სხვადასხვა ფრონტზე გარკვეული კონტაქტები გვაქვს. საიდუმლო არაფერია. არის რამდენიმე ახალი წინადადება. არსებობს წინადადება, რომ გაიმართოს შეხვედრა კიევის რეჟიმის ხელმძღვანელთან. თქვენ ყველამ უკვე მოისმინეთ ამ მოთხოვნის შესახებ. არის მოთხოვნა, რომ შეწყდეს მტრული მოქმედებები, ან სულ მცირე დროებით შეჩერდეს ისინი. ამაში არაფერია ახალი. მაგრამ არის რამდენიმე ახალი წინადადება. მზად ვარ ზოგიერთი მათგანი დავასახელო. მაგალითად, ორივე მხარემ შეწყვიტოს მტრის ტერიტორიის სიღრმეში შეტევა. ეს აშკარაა, რატომ? იმიტომ, რომ ისინი ამას ითხოვენ, რადგან ჩვენი საპასუხო შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო დამანგრეველი და უკრაინული მხარისთვის ბევრად უფრო მძიმე შედეგები აქვს. ამ განცხადებამ აჩვენა, რომ კრემლი ახლა უკან დახევას არაპირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ვლადიმირ პუტინმაც აღიარა საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების სწრაფად გაფართოების აუცილებლობა. ეს აჩვენებს, რომ უკრაინული თავდასხმები პრობლემას უქმნის. მოსკოვი ცდილობს თქვას, რომ დრონები ფრონტის ხაზზე სიტუაციას არ ცვლის, მაგრამ ამავე დროს აღიარებს, რომ საჭიროა დაცვის გაძლიერება. ეს წინააღმდეგობა აჩვენებს პრობლემის მასშტაბს. თუ თავდასხმებს მნიშვნელობა არ ექნებოდა, არ იქნებოდა ასეთი სისწრაფე თავდაცვის გასაძლიერებლად. ბრძოლის წინა ხაზზე რუსეთი ზეწოლას ახდენს კოსტიანტინივკაზე, სტრატეგიულ ქალაქზე, რომელიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული უკრაინის თავდაცვის სარტყელში აღმოსავლეთში. როიტერსი იტყობინება, რომ რუსული ჯარები ცდილობენ წინ წაიწიონ ამ ტერიტორიაზე, მიუხედავად დანაკარგებისა და ლოგისტიკური გამოფიტვისა. ის ცდილობს გაკიდოს იდეა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ძალა, ჯერ კიდევ წინ მიიწევს და ჯერ კიდევ შეუძლია თავისი ნება მოახოიოს სხვებს. მაგრამ ომი მოსკოვისთვის იაფი არ არის. უკრაინული თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და მომარაგების მარშრუტებზე კონფლიქტის ფასს ზრდის. რუსეთს მეტი ადამიანი, მეტი ტერიტორია და უფრო დიდი არსენალი აქვს, მაგრამ მას ასევე უწევს უზარმაზარი სივრცის დაცვა სულ უფრო გამბედავი დრონებისგან. სწორედ ასეთ გარემოში ჩნდებიან რუსი ქორები, რომლებიც უკიდურეს ზომებს ითხოვენ.
ისინი უყურებენ შიდა ზიანს და ამბობენ, რომ პუტინმა უნდა იმოქმედოს სისასტიკით, რათა აღადგინოს შიში და პატივისცემა. ტაქტიკური ბირთვული მუქარა სწორედ შოკის გამამოწვევის მცდელობად ჩნდება. ეს იარაღები განსხვავდება დიდი სტრატეგიული იარაღებისგან, რომლებიც განკუთვნილია შორ მანძილზე მიზნების დასატყმელად. რუსული რიტორიკის უკანდგომი იდეაა შეაშინოს მოწინააღმდეგე უფრო მოკლე რადიუსის, მაგრამ პოლიტიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე ვარიანტით. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ბირთვული გამოყენება მხისიერად შეცვლიდა მსოფლიოს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხი შეიძლება კრიზისის ესკალაციას ისეთ დონეზე მიიყვანოს, რომელსაც ადვილად ვერავინ გააკონტროლებს. როდესაც მოკავშირეები, ბლოგერები, ნაციონალისტები და გავლენიანი ბიზნესმენები ბირთვულ იარაღს მისაღებ ვარიანტად განიხილავენ, აბსურდი ზღვარი თანდათან იწევს. ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, ეხლა ისე განიხილება, თითქოს ომის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. ეს არის ამ მომენტის ყველაზე ბნელი ნაწილი. გაღიზიანება გაიზარდა, რადგან რუსეთის გარკვეული წრეები მოლოდინში იყვნენ მოლაპარაკებისა, რომელიც კრემლის მიერ მიღწეულ წარმატებებს გაამყარებდა, ან ზეწოლას შეამსუბუქებდა. რადგან ომი გაგრძელდა და უკრაინამ თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზეც გადაიტანა, ამ ჯგუფებმა დაიწყეს საუბარი, რომ დიპლომატია დროის კარგვად იქცა. ისინი სურთ, რომ ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების კარი დახუროს და ომის ფასი გაზარდოს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ ეკრანზე მოცემული ფიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.